20 საათი არიანი ეთერში საომშვიდობისა მე ნინო ჟიჟილაშვილი ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენიმე წუთის წინ დაკითხვაზე მყოფი პაატა ბურჭულაძე გამოვიდა იქ რჩება სამოწყობლო კომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩვენ როგორც ვიცი გვაქვს საშუალება რომ მოვისმინოთ სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის კომენტარი დაკითხვის შემდეგ რომელიც მოქმედებს კაკების მეთოდით დღეს მე დავკარგე მთელი დღე ალბათ ეს იყო ზუსტად მათი მიზანი რომ მე დღეს არ გავსულიყავ რეგიონებში დღეს წეროვანი მელოდებოდა მცირეთმთიანეთი ხვალ გავდივარ მე რეგიონებში ვაგრძელებ ჩემ უგზავნას მაგრამ უნდა შევწყვიტო ის ორშაბათს იმიტომ ორშაბათს მე აუცილებლად დავნიშნავ პრესკონფერენციას 11 საათზე რედისონში უკვე გვექნება პრესკონფერენცია სადაც მოვიწვევ არასამთავრობო სადაც მოვიწვევ დიპლომატიურ კორპუსს სადაც მოვიწვევ საერთაშორისო დამკვირვებლებს თქვენს და მე უნდა გავაკეთო ძალიან მწვავე განცხადება ასე გაგრძელება არ შეიძლება ეს არის ძალიან ცუდი მეთოდები, როგორც ებრძვიან ნორმალური ახალგაზრდა იყოს, ძილობიანი ახალგაზრდა, ვინც დაკითხვაზე იყო, მაგრამ მე არ შემიძლია ახლა მე გეტყვით ერთი რამე, არაფერი ისეთი არ ყოფილა, შეგიტყო რა თქმა ტელევიზიით არ მithქვამს. ორშაბათს მე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენთან საარჩევნო დემოკრატიული ჭალებში, რა თქმა უნდა, არჩევნების ყველაფერი როგორი ზეწოლა არის ჩვენზე და კიდე სხვა თემებს. წარმოგიდგენთ ჩემი სტუდიის სტუმრებს ნაჭრებია პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის კახა კუკავა პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ზარქოა ქართული ოცნებიდან ასევე ალუდა გოგლიჩიძე ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატებიდან გამარჯობა ძვირფასო სტუმრებო მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის ხალხთან მანა თქვენით მინდა დავიწყო რა ბატონი პაატას კომენტარი მოვისმინეთ და ამ გაერთიანებას წარმოადგენთ თქვენს როგორ ფიქრობთ რა ტიპის სიმწვავე შეიძლება მეტი შეიძინოს ბურჭულაძის რაიმე განცხადებამ უკვე რაც გაკეთდება რამდენიმე დღეში მან დაანონსა ორშაბათი მე ვფიქრობ რომ უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის რომ ბურჭულაძის და ზოგადად მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან გაკეთდეს ძალიან მწვავე განცხადებები იმიტომ რომ აქ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება რომ ასეთი არჩევნები არასოდეს არ ყოფილა სიმართლე გითხრათ მეც არ მახსოვს ასეთი არჩევნები რომელიც აი ასეთი ცილისწამების ურთიერთბრალდებების საყოველთაო ნიჰილიზმის აი თითქოს საგანგებოდ ვიღაცა ცდილობს რომ საქართველოს ამომრჩეველმა ყველაზე და ყველაფერზე ხელი ჩაექნიოს და საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე მე ყოველდღე ხვდები მოსახლეობას და მინდა გითხრათ რომ მოსახლეობაში არის სწორედ ეს განწყობა და ხალხი ამბობენ დავიღალეთ აღარ შეგვიძლია ძალიან გთხოვთ შეწყვეტეთ ეს ყველაფერი მართლა ძალიან საოცარი ფორმა მიიღო ნაცვლად იმისა რომ ჩვენ დღეს ამ სტუდიაში სხვა სტუდიებშიც ყველგან ჩვენს პროგრამებს თავაზობდეთ ადამიანებს და ვეუბნებოდეთ როგორ ვაპირებთ მათი სოციალური პრობლემების მოგვარებას ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას რა არის ჩვენი ხედვები ამის ნაცვლად ვსხებლავთ და საუბრობთ ვინ ვის რა უთხრა ვინ ვის ტელეფონზე რა ლაპარაკა ასეა თუ ისეა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ რომ ეს ფაქტიც სხვა ფაქტებიც რაც ხდება აი ამ ბლოკის ირგვლივ აშკარად მიანიშნებს რომ ვიღაცამ ვინც ყოველდღე ზომავს ალბათ ამომრჩევლის განწყობას და რეიტინგებს დაინახა რომ ბლოკს აქვს აშკარად მზარდი რეიტინგი დაინახა რომ აშკარად ხდება ის რომ აი ეს როგორ გითხრათ განლაგება ძალთა რომ ისევ დარჩეს ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობა მეორე მხრივ ქართული ოცნება და 4 წლის განმავლობაში ჩვენ ქართულმა ამომრჩეველმა ქართულმა ხალხმა მოვისმინოთ ისევ ეს რაც იყო 4 წელი თქვენ 9 წელი ამას აკეთებდით თქვენ უნიათოებო და საბოლოოდ ქართული ხალხი ამარჩევნებიდან მომავალი 4 წლის განმავლობაში გამოვა ისევ არაფრით ისევ იმედგაცრუებული ნამდვილად არ მინდა ეს მოხდეს და ნამდვილად მინდა თქვა რომ ერთხელ და საბოლოოდ თუნდაც ერთ საქმეს ეს იქნება წინა შემთხვევაში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ეს ფაქტი დაესვას წერტილი და დამაჯერებელი არგუმენტირებული გამოძიების მხრიდან დაიდოს ვინ არის დამნაშავე ვინ აკეთებს ამას ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში რომ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა თავის დროზე და სამწუხაროდ გრძელდება და გრძელდება ეს ყველაფერი ირაკლი ზარქოა მინდა ჩართო საუბარში ქართული ოცნებიდან ბატონი ირაკლი ბიძინა ივანიშვილის განცხადება არსებობს ეჭვი რომ ჩანაწერი ნიკა გვარამიამ გაავრცელა ამას სამყარებს რამდენიმე სხვა კომენტარიც რომ მსგავსი ეჭვი ძლიერად არის წარმოდგენილი ქართულ ოცნებაში თქვენი მიეკუთვნებით ამ ტიპის ეჭვის პატრონებს რომ ეს ნიკა გვარამიას ხელია და ნაციონალური მოძრაობის ინტერესი რაც მოხდა საღამოშიდობის კიდევ ერთხელ მადლობა რომ მომიწვევთ მე
რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ თესში განაცხადა პირველმა რომ დიახ ეს გონია რომ ნაციონალური მოძრაობის და კონკრეტულად გვარამიას მიერ შექმნილია მას ამის გამოცდილებაც აქვს პრაქტიკაც აქვს და ბუნებრივია ამას აგრძელებს ეხლა რა შედეგზე გათვლილი გათვლილი იმაზე რომ მათ დაინახეს რეალურად ჩვენ გვაქვს საუბარი ნაციონალური მოძრაობა ძველი ნაციონალური მოძრაობა და ახალი ნაციონალური მოძრაობა ბურჭულაძის ბლოკის სახით და ბუნებრივია მათ შორის უკვე კონკურენციაა მათ იგრძნეს ეს რომ ერთმანეთს ხმებს ართმევენ განსაკუთრებით ჩემი აზრით დაწინაურდა ბურჭულაძის ნაციონალური მოძრაობა და ბუნებრივია ეს არცაც ხელა ბატონმა გვარამიამ და გამოიგონა ეს მასკარადი დადგა ეს სპექტაკლი და ჩვენ ყველანი მომსწრე გავხდით ის რომ დღეს 21 საუკუნეში სადაც დემოკრატიაზე ვაცხადეთ პრეტენზიას გარკვეული არხები გენერალური დირექტორი და ხელმძღვანელი ასე უთითებს და აშანტაჟებს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ოპოზიციური სპექტრის და გამორჩეული თუ გნებავთ ასე დავარქვათ ლიდერს ბატონ ბურჭულაძეს და ის რაღაც აი ამ ტონს ღებულობს და ეუბნება რომ აი გავარკვევ და დავტუქსავ ჩემებს ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ ბატონი ბურჭულაძე ჩემთვის არის უაღრესად საპატივცემლო ჩემთვის კი არა მთელი საქართველოსთვის როგორც საზოგადო მოღვაწე, როგორც ოპერის წარმომადგენელი, დიდი მაესტრო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ჩვენ ნახეთ რომ ის არის უსუსური, ის არის სუსტი და ჩემის აზრით სულაც არ გამიკვირდება თუ დაანონსებულ ბრიფინგზე მან თქვას რომ ეს ჩემი საქმე არ არის და გემშვიდობებით. რაც შეეხება ქავტო მანანას ერთ რამეში ვეთანხმები მართლაც რომ წინასაარჩევნო გარემო არასდროს ყოფილა ისეთი როგორც ეხლა არის, არასდროს არ ყოფილა ასეთი შვიდი პოლიტიკოსი სივრცე. ბუნებრივია გარკვეული ექსცესები არსებობს, მაგრამ ეხლა გვერდზე მიზის ის ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი, რომელმაც გამოიარეს 7 ნოემბერი 26 მაისი და აბა რომელიმე თქვას. რა თქმა უნდა არის ხაროძები, რა თქმა უნდა არის პროვოკაციები, ამაზე ხელისუფლებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ეს მიუხედავად პროვოკაციებისა სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე ეს დარტყმა, ეს პასუხისმგებლობა რომ არ უნდა მოხდეს, თუმცა იმის თქმა რომ ეხა ყველაზე უარესი საარჩევნო გარემო გვაქვს, ამას არ დავითანხმები და ეს საზოგადოებაც კარგად იცის, გარდა საზოგადოებისა თქვენ იცით რომ 3 დღის წინ აქ იყო ევროსაბჭოს წარმომადგენლობა, რომელმაც ხაზგასმით თქვეს რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში არის 7 სტაბილური მრავალფეროვანი მედია პლურალიზმზე იყო საუბარი. ასევე იყო აირაის განცხადება, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 7 გარემოა უკეთესი, გაცილებით უკეთესი ვიდრე წინა წლებში იყო და მე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო განსხვავებულად. თუმცა მოლოდინის რეჟიმსაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ადასტურებს ასევე აქამდე ყოველ შემთხვევაში რა იქნება. რა იქნება ეს ყველა ერთად ჩვენ მე მინდა რომ გავსვეთ ამ კონკრეტულ ჩანაწერს ბუნებრივია და განმზოგადოთ საუბარი ბატონ ალდოსი მექნება. შემდეგ კითხვა თუმცა მინდა რომ გამოეხმაუროთ რამაც შესაძლებელია რომ ბურჭულაძე წავიდეს. მე ვთვლი რომ პირიქით ეს დარტყმები ჩვენს ბლოგზე ყველას განგვაწყობს საიმისოთ რომ ბრძოლა იყოს უფრო შეუპოვარი და ჩვენ მართლაც ერთხელ და სამუდამოდ მივახციოთ ქვეყანაში რომ დამთავრდეს ეს ერთი კაცის მმართველობა და მესიანიზმი და მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, მაგრამ უბრალოდ ბატონ ირაკლის მინდა ვკითხო. ბატონ ირაკლი, თუ ლოგიკას მივყვებით, თქვენ რაც ბრძანეთ და ერთ წუთში ვიტყვი, ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენი ლოგიკა არის ასეთი, შექმნა ნაციონალური მოძრაობა ორი იმისთვის რომ ვიღაცისთვის ხმები გაეყო და შემდეგ ეხლა თქვენი ლოგიკა არის რომ ნაციონალური მოძრაობას თურმე ეს თვითონ ნაციონალური მოძრაობა ორი უყოფს ხმას და ამიტომ დაარტყა, მაშინ თავიდან რატო შექმნა? გეტყვით, დიდი მადლობა რომ მომწონს საშუალება. საქმე იმაშია რომ ძველ ნაციონალურ მოძრაობაში აქ რომელშიც გაერთიანებული არიან სულთან-ხუთავები, ფასადურები და ასე შემდეგ, სააკაშვილი ასე ვთქვათ გარიყეს ამ მოძრაობიდან და ამის დასტური იყო ის ვაშაძე და კინკლაუბები ძველ ნაციონალურ მოძრაობასთან. ეხლა ახალი ნაციონალური მოძრაობა შექმნა ბურჭულაძის სახით, სადაც გირჩები და წიწვები და ბოდიში გირჩები და ვაშაძე გაერთიანდა თქვენთან ერთად და შექმნა ახალი დასაყრდენი სააკაშვილმა. ამაზე მაქვს საუბარი და სააკაშვილის განახლებული ნაცმოძრაობა. არამიაც აქეთ არის, გაწირა ყველა და ყველაფერი და ნაციონალური მოძრაობა. არამია სად არის, მე მგონი თვითონაც დაბნეულია. ამიტომ კიდევ ყველაზე ნაკლებად მითხარით ერთი არგუმენტი, თქვა თუ წავალთ თქვენი ლოგიკით, რომ აი სუსმა მოусმინა, ჩაწერა და გააჟღერა. ერთი არგუმენტი მაინც მითხარით, სულ ეს გაეკეთებინა, სულ რა შეაწყდა წინა ისა დელეგაცია ჩამოსული ევროსაპარლამენტო, მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები და იმავე დღეს ამის გავრცელება. ლოგიკა მითხარით. არანაირი ლოგიკა არ აქვს. არ ვიცი, თქვენს ლოგიკას რას გაიგებ ირაკლი და ქართული ოცნების ლოგიკა ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ აი თქვენ ახლა თავარია ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს და მას ესწრით ჩვენ ლოგიკის და შედეგებით დავაბნეთ. ირაკლი მე ასე მგონია და მეორე იცით, აი ხანდახან ვამბობ რომ გვირილის სეზონი მაინც იყოს. ერთი მხრივ გვესმის რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და მან დააფინანსა გირჩი და ასეთი
ერთი ბრალდებებია, ნაწილი საზოგადოებისა, ეს მეორე ვიცით, მღვდელმის. აი, აღარ ვიცი უკვე ვინავართ, ექნებ გაგვანებოთ თავი და მოგცეთ საშუალება გავარკვიოთ, რომ ვიყოთ ვინც ვართ და ესეთი უსუსური პირადად ჩემთვის აბსოლუტურად არაარგუმენტირებული ბრალდებები. ნაციონალური მოძრაობის ორი მხარე, ძველი და ოდნავ უკეთესი. ამას გეტყვით, ოდნავ უკეთესი გაცილებით. თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამაც გააკეთა თავისუფალ დემოკრატებმა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი რაზე საუბრობს ორი ადამიანი, უფრო მნიშვნელოვანია ვინ ჩაწერა ეს და ვინ ატვირთა და ვინ მიიღო მონაწილეობა ამ უკანონობაში. მე მეინტერესებს თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს არის უფრო მეტად ხელისუფლების ნახევარი, თუ უბრალოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვისი ნახევარიც არ უნდა იყოს ის. აქ ლოგიკა განვითარდა ნიკა გვარამიას თქვათ მხარესაც. ხელისუფლებრივ ამ ლოგიკებში და უნდა თარშევალებთ, რომ არ ამგონია რომ ამ მომრჩევისთვის ხე ან რამე იყოს გასაგები, ან რამე იყოს ნათელი. ჩვენ ვართ წინასაარჩევნო რეჟიმში, ჩვენი პარტიის მთავარი დევიზი არის უკეთესი ცხოვრება, შესაბამისად ჩვენ გვინდა უკეთესი არჩევნები, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ თვისობრივად ეს არჩევნები რა ხარვეზებს შეიცავს. და არა იქ ვინ თქვა, ვისი, ეხლა ეს თუმცა ეს ჩანაწერი არის თავისთავად ხარვეზი არჩევნების პროცესში. ამიტომ ვსვამთ ამ კითხვებს, რომ არჩევნების პროცესს ახლავს თან ასეთი მძიმე ფაქტი უკანონო ჩანაწერის გამოქვეყნება. ალბათ ამორჩევლის ემოციაზეც მოქმედებს და არც ისე პოზიტიურად და ზუსტად ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაცემის ყოველ შემთხვევაში აქ ჩემი მოსვლის თავარი სულისკვეთება არის, რომ ამორჩეველი დავარწმუნოთ, რომ არ დაიღალოს, არ დარჩეს სახლში, მოусვინოს პროგრამებს, მოითხოვოს კონკრეტული გეგმები, ვინ რას გეგმავს და არა ის ვინს დარეკა, როგორ დარეკა, ვის ინსპირირებულია, ვინ რა ჩაიფიქრა, ეხლა ამაზე დროის ხარჯვა ეს ხო ფასია, ეს დრო ხო რაღაცა ფასია, ამას ალტერნატიული ღირებულება ხო აქვს ამ დროს. ჩვენ გვირჩევნია ამ დროს ვისაუბროთ ჩვენს გეგმებზე პირადად. და არ გისმენდა ირაკლი, არ გირჩევნია, რომ ისე მოსმენებზე არ ბუნებრივია. სხვილად უნდა ვთქვათ, რომ მოსმენა, დაშინება, გადაბირება, ბიზნესის ვთქვათ გარემო, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, აი ეს არის რომელიც არ ქმნის არათანაბარ გარემოს. და ამაზე უნდა იყოს საუბარი და ამორჩეველი პირიქით უნდა მოტივირდეს, რომ შავთეთრი არ არის საკმაოდ შავთეთრი ტელევიზორი მე მახსოვს ბავშვობაში, მაგრამ ეხლა ფერადი ტელევიზორებია. მართალია, დღეს ორი ძალა ცდილობს მაქსიმალურად მოედანზე თვითონ იყვნენ და ორპოლუსიანი აჩვენონ სამყარო, მაგრამ არსებობს ალტერნატივები ნებისმიერ მიმართულებით, ჩვენ ვისაუბროთ რა ალტერნატივები არსებობს. თუ კი ჩვენი კოლეგები რომელიმე იტყვის, რომ არა არსებობს ან ერთი ან მეორე ალტერნატივა, მაშინ საქმე უკვე ღრმა არაპროფესიონალიზმთან და ამორჩეველმა მასა უნდა მიცეს ხმა, იმიტომ რომ ვინც იცის საქმის კეთება და ვინც არის პროფესიონალი, იცის რომ ალტერნატივები ძალიან ბევრია და პირიქით უნდა ეცადო ამ ბევრიდან რამოდენიმე ამოარჩიო, რომ შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს. მოიცა დავსვით საკითხი, დღეს ამორჩეველს აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. მე ვფიქრობ, რომ არც თუ ისე მზადება უფრო სწორად ამ არჩევანისთვის, ვინმე 8 ოქტომბერი არ მოსულა. ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ რაღაც ვაღიაროთ და რაღაც ჩვენს შავთეთრად დავინახოთ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არის უკეთესი, ვიდრე იყო წინა არჩევნები, მაგრამ პოლიტიკა და პოლიტიკოსების საქმე ის არ მარტო იმაზე კი არ ვიჯელოთ, როგორ აცუდათაა საქმე ან რა ნეგატივია. რას ვკარგავთ, რა შესაძლებლობებს უშვებთ. შეიძლება და თუ არა ყოფილიყო ეს არჩევნები უკეთესი, მაგალითად, ასე ვთქვათ, პროფესიონალები რომ უნდა იყვნენ საარჩევნო კომისიებში, არიან თუ არა ისინი პროფესიონალები, გაშვებული გვაქვს თუ არა ჩვენ ეს შესაძლებლობები, გარემო, პოლარიზების თოლობა, ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა ახლა იქ რო დარეკა, ვინ დაუკვეთა, საიდან არიან, მე ხაბოტობნა ძალიან დიდი ხანია ვიცოდა, ძალიან დიდ პატივს ემდა. ნამდვილად მე რო ვიყო ამორჩეული. თუმცა თქვენ პარტიას რომ შეხებოდა ეს ბატონო და თქვენი ჩანაწერი რომ გამოქვეყნებულიყო, რა ვიცი. სასახად ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პარტია ეს არის უკანონობა და ეს უნდა იქნას გამოძიებული. აქ სასახად ალტერნატივები აქ არ შეიძლება არსებობდეს და ხელისუფლების ეფექტურობა, რომელზეც არის სერიოზული პრეტენზიები და მე ვფიქრობ, რომ მისი დაბალი რეიტინგი ზუსტად არაეფექტურობითაა განპირობებული და ეფექტიანობაზე და შედეგზე საერთოდ არ არის საუბარი. აი უნდა ცდილობდეს რომ კონკრეტული შედეგებით აჩვენებდეს, რომ ის ქმედითია და არა დაანონსებული რაღაც დესტაბილიზაცია. ამას დაანონსება არ უნდა, ამას უნდა გამოძიება და მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკაში არიან ისეთი მოთამაშეები, მე მგონი ჩაბარდა მსხვილად ის დრო, როდესაც აი მანიპულირების ისეთი ხარისხი იყო, რომ აი არავის არ შეეხონა. არა ბატონო, თუ კი არის დანაშაული, ის უნდა იქნას გამოძიებული და ამას არ უნდა პიარი, ტელეკამერები და წინასწარ რაღაც ადამიანების სტრესის ქვეშ ყოფნა. მეთახვები და სწორედ თქვენ რო თქვით, რომ შედეგი რა გვანახავს, შედეგი ქონდა უკვე. ის რომ სააკაშვილის და გვარამიას ჩანაწერები, როდესაც ბოევიკებს ითხოვდა რუსთავიორის წინაშე, როცა სისხლის ზღვრას ითხოვდა და ასე შემდეგ და ეს გამართლებულად მიაჩნდა, ეს ავიცილეთ და სწორედ იმ სუსის დამსახურება. ასე რომ შედეგები გვაქვს.
ეხლა ანალოგიური მცდელობა არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან და აკეთებენ პრევენციას. ეხლა თქვენ და მე შეიძლება არ გქონდეს ეს ინფორმაცია. უნდა იყოს ეს. ეხლა ფორმა ამას ჭირდება ტელეკამერები, ამას ჭირდება მუშაობა. არ ჭირდება დაანონსება ხა. თუ კი არის ის ზღვარი რომ ეხლა 2 წუთში შეიძლება მასობრივი დაიწყოს, კი ბატონო, მაგრამ დაანონსება რომ რაღაც იგეგმება და არა, ეს პრევენცია არის. ჩვენ ვერ შევალთ ეხლა მათ ვერ გრაფიკს როგორი მოქმედო, მაგრამ ეს არის პრევენცია, ჩემი აზრით, რომელმაც შედეგი გამოიღო. იმ პრევენციის უკან თავის დროზე როცა ეს მცდელობები ჰქონდათ გარკვეულ ჯგუფებს და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ ყველა მოვისმინეთ, თქვენ ჩანაწერები, როდესაც ისინი ითხოვდნენ ამ ქაოსს და არეულობას, ეს აღკვეთეს. უფრო მეტიც ის რომ ამით თქვენ ბატონო ირაკლი ამბობთ რომ ინტერესი იყო ხელისუფლების აი ის ჩანაწერები როდესაც გამოქვეყნდა ამით თქვენ ნახავთ აი როდესაც ბარიკადებზე იყო საუბარი სააკაშვილის და თქვა ნიკა გვარამიას ჩანაწერი ეს იყო ხელისუფლების ინტერესი არა ეს იყო იგივე აკიღა პრევენცია მოხდა მანამდე იყო ირაკლი მაინტერესებს შეიძლება თქვა რომ პირიქით აცხადებდნენ რომ ისინი ამზადებიან ამისთვის ამაზე იყო გარკვეული მონაცემები იყო გარკვეული ინფორმაციები ამაზე როცა გამოქვეყნდა ის ჩვენმა შესაბამისად სამსახურად ქვეს რომ ისინი ემზადებიან ამისთვის და ამიტომ იყო მიღებული სპეციალური ზომები ეს აღიკვეთა და გადარჩა ქვეყანა და დედაქალაქი ამ არეულობაში რეპლიკის დროა და გავიდა და მომგვრელია ესეთლება ჩვენთვის არ არის და მთელი საქართველოს იმიტომ რომ მშვიდობიან გარემოში არა იცით რა არის ირაკლი მაპატიე და კახასთან ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ თუ ვიღაცას მცდელობა ქონდა და თუ ვიღაცა ამზადებდა ამას მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მჭირდება გვარი სახელი და ეს ადამიანი სათანადოდ დაჭირდება. მითხარით, ვინ? დაბარებულია დღეს თქვენი ლიდერიც, დაბარებული იყო მეორე. არა, წინა საქმეზე გეკითხებით, დაუსრულებლად. და ეს გეტყვით ირაკლი, დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენი რიტორიკა ძალიან გავს ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას, რომელიც როდესაც გცემდნენ, აგერ კახა და მეთანხმება, გვეუბნებოდა, რომ თქვენ თვითონ ცემთ თქვენს მომხრეებს და მერე ჩვენ გვაბრალებთო. თქვენი რიტორიკა ამ შემთხვევაში ემსგავსება, როდესაც ვითხოვდით, რომ გამოიძიეთ, გამოძიება გრძელდება, ზუსტად ეს გვესმოდა. ერთი კახას უნდა მიწევს სიტყვა რიტორიკასა და ეს გავს გელი მოდის გავს რა ახლა ყოველას თუ ვერ ხედავთ არ გამიკვირდება ეს უკვე თქვენი კომპეტენციის თემაა და თქვენი შეფასება კახა დაგვეჩაგდა იმიტომ რომ არც ერთხელ არ მოუღია ხმა რაც აქციის კახა კუკაო პატრიოტ ალიანსის წარმომადგენელი ბატონო კახა თქვენ არ განეკუთვნებით ახლა იმ კატეგორიას ვისაც ძალიან გიყვართ თქვა რუსთაველის გენერალური დირექტორი და დაიწყოთ მის დაცვას ამ დიდი სიყვარულის გამო ან ძალიან გესიმპათიურებათ ბატა ბურჭულაძე მიუხედავად ამისა რას ფიქრობთ აი ამ ჩანაწერის ვთქვათ ავტორობის შესახებ ორი ვერსია შინაარსიც კი ბატონო ვისაუბრებთ თუმცა თავად სხვათა შორის ნიკა გვარამია ამბობს რომ აქ ვინ შინაარსზე საუბრობს ის უკვე არის ოცნების აქტიური მომხრე და პოტენციური გამავრცელებელი ასეთი ტიპის ჩანაწერების პირველ რიგში დიდი მადლობა ეთერში მოწვევისათვის ჩემში გაიღვიძა მაინც იურისტმა როცა ბატონმა ირაკლიმ ბრძანა რომ ხელისუფლებამ განახორციელა და სუსმა განახორციელა პრევენცია ბატონო ირაკლი ამას აღიარებითი ჩვენება ქვია პირდაპირ ამას ხელისუფლება უარყოფს და მე როგორც იურისტი გაგიწევდით კონსულტაციას თუ მიიღებთ რომ ამას ნუღარ გაიმეორებთ იმიტომ რომ სუსი აუცილებლად გაავრცელებს თქვენი დღევანდელი გამოსვლის შემდგომ განცხადებაზე და იტყვის რომ ეს არის თქვენი პირადი აზრი და არანაირი პრევენცია სუსს არ განახორციელება ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილია რომ ისინი კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ტიპის პრევენციას და რაიმე ტიპის კავშირს ამ ვიდეოსთან. აუცილებლად უნდა გამოვხმაურო ეხლა ბრძანებით პრევენცია განახორციელებს მე გისმენით თქვენ გექნებათ იყო საუბარი რომ აპლიკაციება და ამას გულისხმობთ ამ პრევენციას გულისხმობთ თუ რაღაც ვერ გაიგეთ ზანეთ რომ ეს ჩანაწერები იყო პრევენცია ესე არ თქვი როგორც გინდათ ეს ჩანაწერები იყო თუ არა არა მე გეუბნებით რომ გამოვიდნენ და თქვენს რომ დიახ იგეგმება გარკვეული ქაოსი იგეგმება გარკვეულ და ამ მიმართულებით მუშაობს მე მithქვია თქვენ თუ გნებავთ ნუ დავჯერებთ ჩემს მე გეუბნებით რომ სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და სახელმწიფოზე ზევით რო დგას კიდე იმისი ოფიციალური პოზიციაც არის რომ ეს თვითონ ჩაწერეს და თვითონ გაავრცელეს და ახლა გააკეთეს სუსმა არაფერი არ იცოდა სუსმა როგორც მე და თქვენ ოფიციალური პოზიცია ეს ნახა ტელევიზია მინისტრი და თავად გულიდერ საკითხზე შემიძლია მოგცეთ ინფორმაცია რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შეიძლება უბრალოდ ამ ნაციონალურ მოძრაობას სიღრმისეულად არ იცნოთ როცა ორ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ არსებობს მესამე ყველაზე უფრო დიდი ნაციონალური მოძრაობა არ დაგავწდეს ესენი
არიან ენზელ კოვიანი, კახაო ქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე და სხვა მრავალი, რომელიც დღეს უკვე 51 ნომრით იყრია კენჭს, თუმცა მე მახსოვს აი მავაცახსენება წლებში როცა როგორც თქვენ ავახსენებდით 7 ნოემბერი და 26 მაისი და ცოცხლები და ყველაფერი როცა ხდებოდა ეს ხალხი გამოდიოდა 5 ნომრით. დღეს ისინი არიან თქვენ რიგებში. სამართლიანობა მოითხოვს ითქოს რომ თუ ვახსენებთ A-ს, ვახსენოთ B-ს. ეხლა რაც შეეხება მთავარი საკითხი დავეთანხმები აქ მე მგონი ალ დააკეთებდა ამაზე აქცენტს რომ ცდელობა მე მგონია ხელისუფლების ამ საკითხის არსი რაში მდგომარეობს. არის ზოგადად ეს თემები იყოს განხილვის საგანი და ეს არ არის ახალი, ეს ყველა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხდება ასე საქართველოს გარეთაც. მე რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში შევარდნაძის დროს მთავარი თემა იყო რომ კი მე არაფრის გამკეთებელი ვარ, მაგრამ თუ მე არ ამრჩევთ ასლანი მოვა, სააკაშვილის დროს იყო რომ პუტინი მოდის და ეხლა არის ქართული ოცნების ერთადერთი პრაქტიკულად მთავარი კი არა ერთადერთი სლოგანი, რომ კი არაფერი ვერც სამუშაო ადგილების შექმნით, ვერც იპოთეკი დაზარალებულებს უშველეთ, ვერც პატიმრების რეაბილიტაცია ვერ მოვახდინეთ, მაგრამ ნაცნობური მოძრაობა მოვა ჩვენ თუ არ მოვალთ. იმ ნაწილში ბატონო ირაკლი რომ ნაცნობური მოძრაობა თქვენზე ბევრად უარესია, ამას არ მოამტკიცებთ, არ გედავებით. ნამდვილად ისინი არიან, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო ჰიტლერულ გერმანიაში. თუ ეს გეამაყებათ და ბევრად უფრო უკეთესი არის დღეს საქართველოში საარჩევნო გარემო, ვიდრე ჩრდილო კორეაში, მაგრამ მე არ მინდა 20-25 წელია საქართველოს დამოუკიდებელი არის და მე არ მინდა მუდმივად ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ იყოს მონოპოლარი ის რომ მხედრიონის და ის რა ქვია არ მოbrunდება ასლან აბაშიძე და პუტინი. მე მინდა ცოტა მეტი ამბიცია მქონდეს ჩვენ ვიდრე დავუშვათ უზბეკეთს, სომხეთს ან აზერბაიჯანს, მაგალითად როგორც ბალტიისპირეთს. რომ ცოტა პროგრესზეც ვიყოთ ორიენტირებული. რაიმე გააკეთეთ იმ გეგმებიდან რაც 4 წლის მანძილზე შეპირებული ქონდათ. ან რაიმე აპირებ, სად არის ძველი პროგრამა, სად არსებობს პოლიტიკური კულტურა. გეცოდინებათ ეს თქვენ რომ ახალი დაპირებების უფლება პოლიტიკურ ძალას აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძველ დაპირებებს შეასრულეს. სად არის იპოთეკი დაზარალებულების მოგვარებული პრობლემა, სად არის სამართლიანობის აღდგენა, სად არის პატიმრების რეაბილიტაცია, სად არის კიდე ბევრი სხვა დაპირებები, როცა ახალი ლოზუნგებით გამოდიხართ. მე ვიმაჩნია რომ და ქართულმა საზოგადოებამ რა თქმა უნდა საინტერესო არის ეხლა საიდუმლო ჩააწერი ნინო ისეთი რაღაცა რომ ყური თავისით მიაქვს. მაგრამ ჩემი აზრით მაინც აზრი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს ის, რომ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან ერთის გარდა, რომ სააკაშვილს არ მოუშვებენ უკან. ვიღაცისთვის ეს შეიძლება საკმარისია, რა შეიძლება არის 15-20%, რომელიც საკმარისი არის, რომ აი ამ მოურჩენელი ჭიმრის გამო ამას დათანხმდეს. მე პირადად წარმოვადგენ საზოგადოების იმ ნაწილს და მგონია, რომ ჩემზე უმცროსი თაობა განსაკუთრებით ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ როგორმე ლიტვას და ლატვიას მაინც დავეციოს და არა ის, რომ უზბეკეთში რო არ გონდები. მოდით, მაგალითად თქვენი ადრესატი იყო ოცნება, მოდით ვაპასუხებინოთ ვადიმ და შემდეგ რეკლამის გვაქვს და დაბრუნდებით თქვენი. ჩვენ 2012 წელს თელმა საქართველოს და მათთან ერთად ქართული ოცნება და კოალიცია მოიპოვა გამარჯვება რეჟიმზე, თავისუფლება მოიპოვეთ. ეს აისახა არა მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ ლიდერებს და არამედ მთელ საქართველოს ის რომ ბიზნესს არ ატერორებენ ბატონო კახა, ის რომ დღეს მედია თავისუფალია, დღეს რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ თუნდაც კრიტიკული მედიათან ძალიან სხვა არხებიდან გამოშვებული ჟურნალისტები ძალიან მთხოთ ხა ნუ ჩამოხჭებულის ოჯახში ხო იცი ბაწას არ არსებობს. არ ვიცი, ნუ ცდილობთ რომ მაინც საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი გამოგვეცადა ხელიდან სამწუხაროდ. არ ვიცი, ეს თქვენი შეფასება. 2012 წელს შენ მთავარი ორიენტირი გახდა ხალხი, ადამიანი და მისი უფლებები. ეს აისახა ბიუჯეტში, ეს აისახა ცალკეულ აქტებში, ეს აისახა ცალკეულ პოლიტიკაში და ამის შედეგი ეს რომ დღეს ადამიანები დაავადების გამო არ იღუპებიან და ეს ქართული ოცნების მონოპოლარია ზუსტად. 3 მილიარდზე მეტი იხარჯება იმ მიმართულებით, რომ დღეს ჯანდაცვა იყოს უფრო ხელმისაწვდომი და უფრო მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვაქვს ის ილუზია, რომ სულ გაკეთდა ყველაფერი და მიღწევლით უკვე კმაყოფილები. არა, პირიქით. კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს და ამისკენ გვაქვს სწორება. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, არავის არ უთქვამს, რომ ჩვენ იდეალური საარჩევნო გარემო გვაქვს, მაგრამ გაცილებით უკეთესი გვაქვს ვიდრე წინა რეჟიმის დროს იყო და არა, ერთი წამი. ლიტვას გავართ? ლიტვას თუ სომხეთს? აი ლიტვას უფრო გავართ თუ აზერბაიჯანს? მე კიდევ უფრო გეტყვი. უფრო უკეთესი ვართ, იმიტომ დღეს გამოქვეყნეთ. კი, აი უზბეკეთზე უკეთესი ვართ, მაგრამ ლიტვის ნახევარი მაინც ვართ? თქვენ არ გაქვთ ეთყობა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არ არის საერთაშორისო ინფორმაცია არ არის და თავის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი მე-5-ში გავა. სააკაშვილის დროსაც მე-5-ზე იყო. არა, 53 ადგილზე იყო, კახა. მე-5-ზე იყო, არ გახსოვს თელავის მერსედესი, არ გახსოვს ცნობილი. ადგილზე რა დააკეთა სააკაშვილს. მოკლედ საზოგადოებამ რო იცოდე. რიტორიკა მაინც შეცვალა. არა, ვერ შევცვლი, იმიტომ რომ თქვენ
ერთი მითხარი, თუ უკეთესები ხარ, თუ უკეთესი პროგრამა გაქვს, რატო გაქვთ 2%-იანი ისა, რა ქვია, რეიტინგი, გამაგებით და თქვენ ან ბურჭულაძეს 5 ბარიერს გადალახავთ თუ არა? გაგვანდეთ რა თუ რამე იცი. აი, NDI რეიტინგები თუ იცი, ძალიან ხოთ გაგვანდეთ. მე გეტყვი, თქვენი პარტიის ოფიციალურ ხაზს რა NDI, აი აგზავნილი ქართულად. ხო, მაგრამ NDI-ც კი, რომელიც თქვენი დაკერებულია ნაციონალური მოძრაობის, იმასაც ისიც კი ვერ გიწევთ 6%-ზე მეც, ეხლა ნუ რაზეა საუბარი? და მაპატიეთ რა ძალიან გთხოვთ, იცით? რამე არასწორი თქვი. თქვენ ამ წუთებში არასწორი თქვი. არასწორი თქვით. თქვენ ამ წუთებში ევროპულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც დასტურად იმისა, რომ ისინი დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები გამოვყავთ ნაციონალური მოძრაობის დამქაშებად და მე გამოვყავთ კიდე ნაციონალური მოძრაობის დამქაშად და მაპატიეთ ირაკლი. მაპატიეთ ძალიან არგუმენტით გეუბნები. ახალგაზრდა არგუმენტით ძალიან გთხოვთ, რაც ჩვენ მე კახამ და სხვა ადამიანებმა ნაციონალური მოძრაობის პირობებში დევნა და ასე შემდეგ გადავიტანეთ და ზურგში. მაშინ ვაშაძეს გვერდით რა გინდა? ძალიან ის მინდა რაც თქვენ გინდათ, კოიანის, ელნუკიძის და ასე შემდეგ უმრავლესობა შეგივსოთ იმათ გვერდით. ოქუაშვილი ესე ბიზნესმენები არ გიქმნის უმრავლესობა ბიზნესმენები არის. ივანიშვილი ამბობდა რომ არიან კონგრესიდან ამბობდა რომ არიან ფეოდალები. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რომ არიან ფეოდალები. ესე იყვნენ ბიზნესმენები, ხალხო მანამდე. მაშინაც ბიზნესმენები იყვნენ. მაშინაც ბიზნესმენები იყვნენ, ეხლა ბიზნესმენები იყვნენ. იქაც გადაუსი ამ კონტექსტში არის ეს თქვენ განმარტეთ. ამიტომ გეუბნებით, ვაშაძის გვერდით რო დადგებით, ამიტომ გეუბნებით და გირჩის ლიდერის გვერდით, რომელიც 2012 წელს შემდეგ გახდა გენდირექტორი, გენერალური დირექტორი იმ რეჟიმის ნაციონალური მოძრაობის და თქვენ ახლა გეუბნებით არ ვარ ნაციონალური მოძრაობის საზოგადოება ნამდვილად აღარ აინტერესებს ეს და მით უმეტეს ოცნება არ უნდა ილაპარაკოს ნაციონალური მოძრაობით შევსებაზე, იმიტომ რომ ოცნებას ყავს ნაციონალური მოძრაობით დაკომპლექტებული უმრავლესობა. და თუ ეს ცუდია, ჩვენ ამაზე პასუხს ვაგებთ 8 ოქტომბერს და ეს ნუში თქვენ ნუ განიცდით ამას. ეს ჩვენი არჩევანია. აგით, გვაქვს ირაკლი. ძალიან ახალგაზრდა ხარ. ეს არის მაია ნადირაძის ისტორიული ფრაზა, რომ სანამ ჩვენ ვართ რასაც გვინდა გავაკეთებთ, როცა მოხვალ თქვენ გააკეთეთ რაც გინდათ. ეს რას ქვია ეს, რომ თქვენ ნუ გვადარდეთ. მაფიოზები რო ჩააყენეთ მაჟორიტარებად, ეს ნუ გვადარდეთ. ეს არის სიცილიური, აილანდური, ბრაზილიური ამას. მე როგორ გავუძლებ მარტო როხიგულობს. ბიძინა ივანიშვილი რატო გაიშლინა? 5 წელს. რატო განცდა ბიძინა ივანიშვილი ამას თქვენ რატო განიცდით ამას? იმიტომ რომ მაგალითად როდესაც ყიდულობს რა ის კახაუქრეშვილი არის მაფიოზი, კრიმინალი, რომელიც ყიდულობს რა ის. მაგით დამთავრებული ლოგიკა არ გაგივლიათ. საოცარ რამეს რაბოთ, რას ქვია რა გვადარდება? საქართველოს მოქალაქეებს თუ არ გვადარდებს ქვეყანაში რა გიტასპორტო მთელი წლები თქვენ ვიყავით ბარიკადებს მიღმა და მთელი დაგზდებდა და ეხლა ნაცმოძრაობასთან რა ლოგიკაზე მელაპარაკები? ნუ გადავრიეთ. გადავალდა მაშინ მოდით მოკლე რეპლიკა თქვენგანაც და ჩვენ დავაჩერებთ პროგრამაზე ვილაპარაკო და ეს ჩვენ გვექნება ამის საშუალება რეკლამის შემდეგ მანამდე ბატონიალოს ბოლო რეპლიკა ამ ბლოკში. ნებიათ თუ ეს ძალიან დიდი სურვილი გქონდათ. ამაზეც გიპასუხე დიდი მადლობა. საუბარი შინა სტრუქტურულად ძალიან ნავს აი ბოლშევიკურ ასე ვთქვათ სულისკვეთებას. თუ ბევრი ვართ, ესე იგი ჩვენ ვართ ყველაზე კარგები და ყველაზე უკეთესები. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროთ, რომ რამდენად გვეძლება იმ პოლიტიკურ ძალას და ძალებს, რომლებსაც დღესდღეობით შეიძლება არა აქვთ ამა თუ იმ კვლევებით მაღალი რეიტინგი, მაგრამ შეიძლება კარგს თავაზობთ. არასდროს არ გაქვთ შეზღუდული ბატონო ალუდა მითხარით. აი მაგაზე ვისაუბრებთ. აი აღდგენა. აქ ვისაუბროთ დაშინებებზე, გადაგებებზე, აუცილებლად საარჩევნო გარემო მეტი დეტალით რეკლამის შემდეგ. ერთი თვით ადრესი და ნომრის მიჭერას და ძალიან ბევრი მეთოდოლოგია, რომელიც პირდაპირ არჩევს. გასაგებია რომ ქუჩაში ზარბაზნებით არ დარბიან. კარგია და ამაში ყველა დიდი მადლობა დიდი მადლობა, მაგრამ ეს არის თქვენი თამაში. მადლობით გავიდეთ რეკლამაზე და დავრუნდებით ეს თქვენი თამაში. 4 წელი არის თქვენი თამაში. არა, თამაში ეგრე ხო? არა, თამაში ის კი არის გამოწვევა ვალების ეკონომიკიდან გადავიდით ინვესტიციების ეკონომიკაზე ბატონო ალუდა. თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით? ეკონომისტი მე არა. მაშინ ეკონომიკის განვითარებაზე ნამდვილად არავის არ ხსნია, არც ეკონომისტებს არც არა. რეკლამის რო გვაქვს მეგობრებო. რეკლამა თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, საგარეო